რუსთავი თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა მიმდინარეობს. პრობლემა ეგრეთ წოდებულ მოსაბრუნებელი ხიდიდან დიმიტრი გულიას ქუჩამდე მონაკვეთზე დაფიქსირდა, სადაც მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი ჯებირია დაზიანებული. შედეგად ბზარები გაჩნდა როგორც სავალ ნაწილზე, ისე ტროტუარზე. ამ ეტაპზე აღნიშნულ მონაკვეთზე მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრის სამუშაოები მიმდინარეობს. პროცესის დასრულების შემდეგ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა სრულად უსაფრთხო იქნება. როგორც კი გაჩნდა ბზარები და საშიშროება იმისა, რომ ჩამოშლილი იყო აღნიშნული გზის მონაკვეთი, მაშინვე ჩვენი მხრიდან მოხდა პრევენციული რეაგირება, ჩაიკეტა ამ კონკრეტულ მონაკვეთზე გადაადგილება, შეიზღუდა ავტომობილების გადაადგილება ერთი ხაზით და დაუყოვნებლივ დავიწყეთ სამუშაოების განხორციელებას. პირველი რაც გაკეთდება, ეს არის დაახლოებით 40 მეტრამდე სიგრძის ხიმინჯოვანი კედელი. ამის შემდეგ უკვე მოეწყობა შესაბამისი სამუშაოები, შეივსება აღნიშნული მონაკვეთი და მოძრაობა იქნება აღდგენილი. დაახლოებით ივლისის ბოლოს მთლიანად სამუშაოები იქნება დასრულებული.